გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო და პისტოლეტის მოყვარულებო. ესეთი პისტოლეტი ვიშოვნე. ანუ ჩვენმა გამომწერმა მოიტანა. მოდი ამოიღებ ამას, ყუთს დავდებ. ჭიჩავდებ ტყუებს და ვილაპარაკოთ. მაქვს ყოვლად უცნაური იარაღი. უცნაური იმ გაგებით რომ არის ჩინური და არის ჩეზე 75. ჩეზე 75 არის განთქმული მოდელი. ეს ვინც მოიგონა თვითონ ჩეხებმა. ეს ყურები ნაგამო. ვინც მოიგონა აი ეს მექანიზმი შიგნიდან მე ძალიან ბევრი იარაღი, ანუ ინოვაციური იყო თავის დროზე, როცა ეს იარაღი გამოვიდა. ეს არ ვიცი, მგონი არა მაქვს განხილული რა. აი აქ აწერია რომ ნახეთ. ჩინურიაო. აი made in China. აი აქ აწერია. ეს ტარზე კაკალი აქვს დაყენებული, მე პატრონემ გააკეთებინა. იარაღი მთლიანად მეტალის. კალიბრი არის 919 ლუგერი ჩვეულებრივი. მოდი ხა ტყუებს ამოვიღებ და გაჩვენებთ. აი ესეთ ვაზნებს ისვრის. ეს მქონია მე თვითონ ჯარში რო ვიყავი მაშინ შფოთვარე ისა მქონდა რა და ეთი 4 თვე თუ 5 თვე მქონდა ეს იარაღი. ოღონდ ის იყო ჩეხური, ჩინური საერთოდ არ მისწოლია კი არა, არ მინახია. არც ვიცი რომ შემოქონდა თუ არა. იარაღი არის შეხედეთ რა. მგელი შესახედავად, წონა მაგარი ძლიერია, ანუ დიდი წონა აქვს. და ნახეთ ახლა რა უქნიათ ჩინელებს. სამიზნე ნახე რა. აი ესეთი რაღაცნაირი სამიზნე აქვს. თეთრი საღებავი უსვია, აქაც თეთრი საღებავი უსვია. აი აქ შეხედეთ როგორ არის კარგად ჩაჭრილი ხელი პირდაპირ. აი კუზივით ხო აქვს. ანუ ხელსო კიდევ პირდაპირში გაჯდება რა აი ამაში. და აი ხელის ეს ბალიში ძალიან კომფორტულად ჯდება. ჩეხები არიან განთქმულები თავიანთი იარაღით. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩეხეთი რო დაიპყრო გერმანია, ვერმახტის იარაღის ნახევარი ჩეხურ ქარხნებში კიდდებოდა და ერთადერთი ქვეყანა იყო ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები და რომელსაც თავისი წარმოება ჰქონდა და თავისი იარაღს უშვებდა. მოკლედ ძალიან დიდი ტრადიციების მატარებელი ქვეყანაა, ევროპული რაღაცა არის, ამიტომ სულცილობენ რომ ინოვაციური რაღაცები გააკეთონ. ეს არის ძველი. ეხლა ნახეთ. მოდი ამას გადავტენავ მე და ამაზე ვნახოთ. ანუ ამას კიდე სტენდის იარაღს ეძახიან ხოლმე. მიზანზე სროლა თუ გინდათ, ზუსტი სროლა გააკეთოთ. აი რას აკეთებს თვითონ იარაღი. ჩადო. გადავტენე აქ ესია და ნახეთ. თიც გამოვდებ ახლა კავზე. და სუ 1 კილო დაწოლაც არ უნდა, პირდაპირ არ ტყავს. ეგ იმას ანიშნავს, რომ ზუსტი დამიზნება როცა გინდათ და სასწრით ეგეთი რბილია, თვითონ რომ დაუმიზეთ, სუ ოდნავ, ანუ კონცენტრაცია იმაზე გადატანილი, იქ ჩაკროსაც ვეღარ მოასწრებთ, რა თუ სულ ჩაკრა მოგივიდეთ. ანუ გამოწეთ თუ არა ეგრევე ისროს. რაღაც მომენტში შეიძლება ცუდი იყოს, იმიტომ გადატენილი იარაღი როცა გაქვთ და ეგეთი რაღაცაა, ძალიან ნაზი სასხლტი აქვს, შეიძლება ოდნავ წამოდებაზე გაგივარდეთ. ეგ არის ცუდი, თორე დანარჩენი ამაში არის ყველაფერი ძალიან კარგად მოკეთებული. ახლა ნახეთ. ბევრი იარაღს ქვემოდან უყენია ესა, საკეტი, ამას ზედ ჩარჩოზევი აქვს. ჩამოხსნით, ერთი მხრით არის, ანუ მეორე მხარეს არა აქვს. ცველი დაშლით ესე იშლება. ესე მოკაჩავთ აქეთ. აი ამას მიაწვევით რაღაცით ხელით ვერა ეს ძრება და მე ზემოდან ჩარჩო ძრება. შესახედავთ რაღაცა high power browning-საც აგავს, აი შეხედეთ როგორია.
არის ეხა ჩინელებმა რაქნეს, კიდე აი ესაც მაგარია, უკან გამოწეული რო აქვს, ხელზე ჯდება, ესე შეიძლება ჩამოდოთ. აი ამით. ანუ სტაბილურობას ამატებს იარაღს. იარაღი საკმაოდ სქელია. ჩემი ხელისთვის ცოტა დიდია. მაგრამ აი ეს ხეები რო უყენია, ეგ იმაშვრება რა, უფრო. ამას თავისი რას მოყვა, ის არის ხელი და უფრო კარგად ჯდება ხელი. მაგრამ მე პატრონის დიდი ხელი აქვს და უფრო სხვანაირად, თავის მოღამზეა გაკეთებული. ამის გამოცვლა შეგიძლიათ ეს არ ითვლება იარაღის სისტემის გადაკეთება და განმოკეთება. ასე რომ შეგიძლიათ თქვენ იარაღზეს ესეთი კაკალი დააყენოთ ამ ბზა რაღაცა, ბზა ჯობი არ დააყენოთ, იმიტომ ბზა ადვილად ტყდება. ხეოფილია რა ვარ და რაღაცა, მაგრამ ეგ ნაღდი ვიცი. მოდი ახლა ამაში მე ჩავდებ. ჭიც, ეხა ტყუები ალაგია, ყურებს დავიცავ და ჩინური ჩეზეთი ვისვრი. თუ ვინმეს გისროლიათ ეგეთი რაღაცა, თქვით. და ტყუილად დაცინე ხარ ჩინელთან. მსოფლიოში მეორე ეკონომია აქვს, ეკონომიკა აქვს და მოდი აბა ვეცდები რომ გავვარტყა რა. იარაღი რო რჩება სულოს. ჯერ ამოიღეთ მჭიდი. მერე დარწმუნდით რომ შიგნით არაფერი არ არის. თუ ბინდია თითით მოსინჯეთ, ჩამოწიეთ, დასხლტეთ და იარაღი შეინახეთ. მოხდა ეს მარცხნივ. ეხლა მარცხნივ მოხდა რა არის? ან იარაღი არის არეული. ან მე აი ეს თითი უყურეთ ხელში რო კარგა მიჭირავს, შეხედეთ აი ამას ბალიშს. თითი გრძელი არა მაქვს. ანუ სროლის დროს თითის წვერი დავაწექი სასხლეთს. თუ ესეთი რაღაცა ხდება, სასხლეთს 20 თითის წველიცადან ბალიში, აი თითის ბალიში ხო? თითის ბალიშის წვერით რო აწვევით იარაღი, გინდა არ გინდა სროლის დროს მიდის ცოტა გვერდზე. შეიძლება ვერც იგზნოთ თქვენ თვითონ, მაგრამ ეგრე ხდება რა. წესით ბალიშის შუა ადგილით უნდა დააწვეთ აი ესე. ხო, შეხედეთ? აი ესე უნდა და თუ ღრმად შეყოფთ, იქით წაიღებს სროლის დროს. თუ ამით მიაწვევით როგორც მე, აქე წამოიღებს შუაზე. ეხლა ჩემთვის ძალიან მოუხერხებელი იყო, იარაღი არის მძიმე. ამიტომ თითის წვერით მივაწექი, ვცდილობდი რომ ეგეთი რამე არ მოხდარიყო, არა მოხდა. ასე რომ თქვენს გაითვალისწინეთ. ეხლა რო თქვა რომ არიქა და ცუდად ვესწროლი არა, ხო? თითი რომ ნორმალთან მქონდა შეყოფილი მოხდებოდა შუაში. ერთგვაროვნად მოხდა, ასტენა არ მქონია. აი როგორ გითხრათ რა, სროლის დროს გეგონება გაგივარდათ, იმიტომ რომ სხვა იარაღებს რო ხარ, მე ყოველ შემთხვევაში თითქმის 90% იარაღების ეგეთი მაქვს განხილული და ეგეთი იარაღებიც არის რომ მოკაჩავთ რაღაც დროის განმავლობაში შემოდის მერე მაგრდება ისვრის ეს არა. ეს აი პირდაპირ ოდნავ შეეხებით თუ ეგრევე ისვრის. და როგორ გითხრათ, აი მანქანებში BMW რო ავიღოთ რა, გასროლად გავდა რაღაც ძალიან სწრაფ რაღაცას რო აკეთებ და სპეციფიკური ის უნდა მანქანის ტარება, აი ესეც ეგეთი იარაღია, სპეციფიკურია, ანუ ამას უნდა მიეჩვიოთ რა. თუ სხვა იარაღზე ხართ, მიჩვეულები ხო? შეიძლება გაგივარდეთ, ან რაღაცა მოხდეს. ამიტომ ნუ გაითვალისწინეთ თუ ამ ვერ იარაღს იყიდით და კიდევ ერთხელ ვთქვი, არის ძალიან ისა რა ქვია ზუსტი და ტირში და პისტოლეტის სროლაზე აი ეს არის ძალიან ისეთი რაღაცა რა, მოსახერხებელი. დანარჩენი რა გითხრათ, აი ესეთი შესახედავია. ეხლა მე ჩეხურის მისროლია ესა, ჩეზე. და მისროლია რა, აი ჩინურის მისროლია, ეხლა ეგეთი დროს მოვიდა რა. ხოდა გავუკეთებ ჭიც. შიგნით გაიხლართ რაღაცაში, ესე. ჭიდი არა, თა ესეთი შესახედავია. პირველად არ ვისროლე, მართლა კაი შთაბეჭდილება დატოვა, ერთადერთი მინუსი იარაღს აქ რომ მძიმეა, იმიტომ რომ სუმთლიანად რკინისგან არის გაკეთებული, რომ მეტალია და აი ესენი აქვს ძალიან სქელი მირგებული რა.
მე რაც მქონდა იმას კაუჩუკი ქონდა ძალიან თხელი და ხელი კარგაждდებოდა. ახლა ჩემთვის კიდე ერთხელ ვიტყვი რომ იმიტომ მოხდა რომ თითის წვერით მივოწექი, ანუ ვერ შევყავი კარგად თითი. დანარჩენი რა ვიცი ახლა, ეხლა ჩემი განხილვა არ არის, იარაღის განხილვაა, იარაღი არის სუპერ მაგარი რაღაცა, შესახედაოდაც პრესტიჟისაც და სროლითაც სპორტული და ზუსტი იარაღია. შემიძლია პირდაპირ შევახო. მისწავლია ჩეხური და ჩინურიდან და ჩეხურიდან განსხვავება ვერ ვნახე. შეიძლება რაღაცა რკინა კონდეს ამას ხვანაერი, უფრო მდარე ხარისხის. ეგეც შეიძლება, ზუსტად არ ვიცი. ჩინელები ისეთები არიან, რომ შეუძლიათ გააკეთონ ნაგავიც და გააკეთონ მაგარიც. მოკლედ მე გამოჩნდება რა. ჩინურად ზედ არაფერი არ აწერია, გერბი აქვს რაღაცა ესეთი. ჩინეთის გერბი არ არის, მაგრამ თვითონ წარმოებული ხალხის გერბია. დანარჩენი აბა მე რა გითხრათ? დანარჩენი მე თქვენ შეგიძლიათ ამაზე ვისაც გქონიეთ საქართველოში ძალიან ისეთი მოდებული იშვიათი ერაღი არ არის, ძალიან ბევრია შემოსული, ბევრ აქვს, ვისაც გაქვთ და ხმარობთ და იყენებთ, თქვენი აზრი მოგწერეთ. ამით გამოგევსოთ, კარგად ზანდებოდ შემდეგი ერაღის განხილვამდე.